Senekis Radio. Willkommen hier in Nürnberg. Willkommen zu unserer Führung heute Nachmittag. Mein Name ist Conny und ich werde Sie für die nächste 1,5 Stunden Tour begleiten. Nürnberg wurde zum ersten Mal im Jahr 1050 in einem Dokument erwähnt. Das heißt, es gibt Städte in Deutschland, die sehr viel älter sind als Nürnberg, die von den Römern gegründet wurden. Das ist in Nürnberg nicht der Fall. გერმანიაში ბევრი სხვა ქალაქია, ბევრად უფრო ადრინდელი დაარსებული, რომაელების დაარსებული, ნიუნბერგის შემთხვევაში ეს ასე არ არის. Wir wissen auch, dass eine Siedlung hier wahrscheinlich schon um das Jahr 800 gegeben hat. დაახლოებით 800 წლის პერიოდში 800 წლამდე ცოტა ადრე ცოტა გვიან უკვე არსებობდა დასახლება ამ ტერიტორიაზე. მაგრამ 1050 წელი არის მნიშვნელოვანი წელი, იმიტომ რომ დოკუმენტი გვაქვს ხელმოწერილი იმ დროიდან. საიდან გვაქვს ეს დოკუმენტი? ერთი ახალგაზრდა კეთილშობილი არისტოკრატი შეყვარებული იყო საკუთარ მსახურ ქალზე. და რა თქმა უნდა, მსახურ ქალს არ ჰქონდა უფლებები, მოქალაქეობრივი უფლებები და მათ არ შეეძლოთ დაქორწინება იმპერატორის თანხმობის გარეშე. და 1050 წელს სწორედ ეს დოკუმენტი გვაქვს შემორჩენილი, როდესაც იმპერატორმა ხელი მოაწერა. Senekis Radio. ქალაქის პირველი გალავანი აღარ გვაქვს შემორჩენილი, ის იყო ხისგან დამზადებული. და აი ამ სურათზე ჩანს მეორე გალავანი, სად იყო აღნიშნულია, სად იყო მეორე გალავანი ქალაქში. Wir sehen die Mauer nicht mehr, aber ein paar Türme ეს გალავანი არ არის შემორჩენილი, მაგრამ რამდენიმე კოშკურა არის დარჩენილი. und Brücken. და ხიდები, რა თქმა უნდა. ქალაქის ბირთვი, ისტორიული ბირთვი არის აი ზემოთ გალავნის თავზე, რომ ციხესიმაგრეა იმის წინა ტერიტორია. Den Stadtplan von Nürnberg kennen Sie ungefähr? დაახლოებით გინახავთ ალბათ ნიუნბერგის რუკა, Die Innenstadt, die Altstadt. ცენტრალური ნაწილი ქალაქისა, ძველი ქალაქი. Und hier die Stadtmauer. და ეს არის ქალაქის გალავანი. Diese Stadtmauer ist aus dem 14. und 15. Jahrhundert. გალავანი მე-14-მე-15 საუკუნეებშია აგებული. აყვავების პერიოდი ამ ქალაქს ჰქონდა შუა საუკუნეებში. როგორც წესი, დიდი და მდიდარი ქალაქები მდინარეზე მდებარეობდნენ, რომ ტრანსპორტირება ხდებოდა სხვადასხვა საქონლის. ჩვენი მდინარე პეგნიცი არ იყო იმის მიზეზი, რის გამოც გახდა ეს ქალაქი გამდიდრდა ეს ქალაქი. აი ამ დასავლეთ ევროპის რუკას თუ შევხედავთ, ზუსტად ცენტრშია გამოსახული ნიუნბერგი. ეს გზაგასაყარი, სადაც მნიშვნელოვანი სავაჭრო ქარავნები ხვდებოდნენ ერთმანეთს. ჩრდილოეთიდან მომავალი ქარავანი ნიუნბერგის გავლით იტალიაში, სამხრეთში მიდიოდა. აი ამ სავაჭრო მიმოსვლამ ვაჭართა ქარავნებმა ძალიან გაამდიდრა ქალაქი, განსაკუთრებით აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალმა ვაჭართა ჯგუფებმა, მოკლედ. და იტალიასთან კავშირსაც შეეხება ვაჭრობის გარდა იტალიასთან ხელოვნებაც გვაკავშირებდა, ვთქვათ, მხატვრობა, სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებები. Hier so ungefähr sah also so eine Karawane. აი ესე გამოიყურებოდა დაახლოებით ქარავანი 90. 1493 წელს დახატული ნიუნბერგის სურათი. მიმზიდველი იყო როგორც ვაჭრებისთვის, ისე მომლოცველებისთვის Oder sonstige Reisende. და სხვა მოგზაურებისთვის სხვადასხვანაირად. თავიდან მკუთხედი იყო ეს კოშკები და მე აღმოჩენს მე-16 საუკუნეში რომ რგვალი ფორმის კოშკები ბევრად უფრო კარგი თავდაცვითი ნაგებობა იყო და მე მიაშენეს და მოამრგვალეს. და ამ სურათზე ჩანს კედლები არის 1 მეტრის სისქის. Und deshalb wurden diese Türme im Zweiten Weltkrieg auch als Luftschutzbunker genutzt. და ამიტომ მეორე მსოფლიო ომის დროს თავდაცვით ბუნკერებადაც იყენებდნენ ამ კოშკებს. ანუ საჰაერო თავდასხმების დროს ბუნკერებად. Senekis Radio. პეგნიცი არის უამრავი წისქვილი განლაგებული. Also das waren Mühlen für das Mehl natürlich. წისქვილი სადაც ქვილი იფხვებოდა, ანუ ხორბალი სავარაუდოდ. წისქვილის გარდა, სადაც ქვილი იფხვებოდა, არსებობდა წისქვილები, სადაც მავთულს აწარმოებდნენ. და მავთულს იწარმოებდა აი ამ წესით, ეს ნახრეტებიანი რაღაცა, დანადგარი,
იქიდან იმაში გამოატარებდნენ ამ მავთულს და ეს ადამიანი იჯდა ამ დროს საქანელაზე, ქანაობაში რაღაცნაირად ქაჩავდა ამ მავთულს და გამოჰქონდა ეს მავთული და ესე იქმნებოდა მავთული. ეს იყო პირვანდელი ვერსია ამის წარმოების მავთულის და მერე უკვე წყლის ძალასაც იყენებდნენ როგორც წისქვილში, წყალზე დაფუძნებული სამქროებით შეიქმნა მავთულის საწარმოები. ნიუნბერგის შუა საუკუნეებში ცნობილი იყო როგორც საუკეთესო ხარისხის იარაღის და აღჭურვილობის მწარმოებელი. ამიტომ მეტალის ლითონების ინდუსტრიაც მნიშვნელოვანი ნაწილი იყო საქმიანობის. კიდევ ერთი საქმიანობის სფერო იყო ძალიან ზუსტი რუკების შექმნა. არა მხოლოდ გეოგრაფიული რუკების. Der allererste Globus aus Nürnberg. სულ პირველი გლობუსი ნიუნბერგში დამზადდა ხურმე. Genau. ქალაქის ბიბლიოთეკაში დგასო. Martin Beheimer იყო ადამიანს, რომელმაც პირველი გლობუსი შექმნა. Und wie Sie sagen, es ist im Germanischen Nationalmuseum. UNESCO-ში შესულია როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ხარს იმიტომ ხედავთ, რომ ეს იყო სასაფლაოს შესასვლელი კარიბჭე. ბოლო ყველაზე დამანგრეველი წყალდიდობა ნიუნბერგში 1909 წელს მოხდა. სენაკის რადიო. ფოტოზე ხედავთ ნიუნბერგს მეორე მსოფლიო ომამდე. Und hier kann man erkennen, warum Nürnberg ganz lange genannt wurde, das Deutschen Reiches Schatzkästlein. აქ ჩანს რატომ ერქვა ნიუნბერგს წლების ძალიან დიდი ხანი გერმანიის სამეფოს საგანძური. Also nicht die Perle, sondern ამ გერმანულ ქალაქთა შორის ყველაზე უფრო გერმანული იყო ეს ქალაქი და ამ ნაციონალ-სოციალისტებსაც უყვარდათ. სამი მიზეზი იყო, რატო ტარდებოდა ნიუნბერგში მათი სხდომები, საპარტიო სხდომები. პირველი მიზეზი იყო, რომ კარგი მდებარეობა ჰქონდა ამ ქალაქს, ადვილად იყო მოსასვლელი მატარებლით, მისადგომად კარგი იყო. და ამ 1920-იან წლებში აქ არსებობდა უკვე ჯერ კიდევ პატარა ნაციონალ-სოციალისტური პარტია, რომელთა პარტიული მეთაური იულიუს შტრაიხელი იყო მართინ ხელმძღვანელი აქ. და თვითონ ადოლფ ჰიტლერსაც უყვარდა ეს ქალაქი, იმიტომ რომ ძალიან გერმანულად შუა საუკუნეების ტიპიური გერმანული ქალაქი იყო და მართლაც საგანძურის ზარდახშეს გავდა. 1927 წელს პირველი პარტიული სხდომა, მოკლედ ნაციონალ-სოციალისტები. also schon sehr früh. ხო, ერთი მხრივ სიმბოლური იყო, რომ ნიუნბერგშივე ჩატარებული იყო ეს პროცესები, რა თქმა უნდა, და მეორე მხრივ ძალიან მოსახერხებელი იყო, იმიტომ რომ სასამართლოს შენობა ნიუნბერგის ცენტრში არ მდებარეობდა, ქალაქგარეთ იყო და გადარჩა დაბომბვას მოკლედ და არსებობდა ჯერ კიდევ. სენაკის რადიო. Also hier nochmal kurz Nürnberg vor dem Zweiten Weltkrieg. Hier Richtung zur Burg. Hier sehen wir den schönen Brunnen. აქ ხედავთ, აი ამ ჭას ძველი ქალაქის 90% იყო განადგურებული. 45 წელია ზუსტად ეს ადგილია, სადაც ვდგავარ. Den Stadtplan noch von Anfang, wie sich die Stadt im Mittelalter entwickelt hat. შუა საუკუნეების ქალაქის გეგმა გვაქვს აგერს, როგორ ვითარდებოდა ქალაქი შუა საუკუნეებში. ბევრი წყალდიდობა ხდებოდა, ამიტომ დაჭაობებული იყო მიდამო და არ იყო სამშენებლოდ კარგი ნიადაგი. Aber es haben natürlich Leute hier gewohnt und das waren hauptsächlich die jüdischen Mitbürger. მაგრამ ხალხი რა თქმა უნდა ცხოვრობდა, ძირითადად იყვნენ ებრაული წარმოშობის თუ ებრაელები მაცხოვრებლები. Die Stadt hat sich vergrößert, ist gewachsen über den Fluss hinweg. ქალაქი გაიზარდა, გასცდა მდინარის ნაპირებს. Wir sind jetzt Mitte des 14. Jahrhunderts. ეს არის მე-14 საუკუნის შუა წლები. Und dann hat sich die Stadt gedacht, wir hätten gerne einen zentralen Marktplatz. Der wäre doch wunderbar hier. და მოუნდათ ცენტრალური სავაჭრო ბაზრის მოედნის დაარსება, რომლის იდეალური მდებარეობა იქნებოდა აი ეს ცენტრი. Aber es waren die Juden hier und hier stand eine Synagoge. მაგრამ ეს ებრაელები იყვნენ აქ და სინაგოგა იდგა ამ ადგილას. სინაგოგა გაანადგურეს და რა თქმა უნდა ეს კი იმპერატორის ნებართვით მოხდა ეს ყველაფერი, ამიტომ აუგეს იმპერატორს კათოლიკური ეკლესია და ზემოთ რომ ფიგურებს ხედავთ კარლოს მეორე. სენაკის რადიო. წმინდა სებალდი არის ნიუნბერგის ქალაქის მფარველი. 1225 წელს აიგო ეს ეკლესია. Und war natürlich eine katholische Kirche. რა თქმა უნდა კათოლიკური იყო.
საბალდი ძალიან პოპულარული ხალხის საყვარელი ადამიანი იყო, ცხოვრობდა აქ ნიუნბერგში და მთელ გარემომთველ ტერიტორიაზე უყვარდა ხალხი. პროტესტანტული რელიგია როცა შემოვიდა, კათოლიკური წესების განადგურება დაიწყეს, თქვათ, მაგალითად დაიწყეს იმას საუბარი, რომ თქვათ, არ გვჭირდება ღმერთთან რაღაც შუამავლები, ეს რაღაც ფიგურები და ასე შემდეგ, ამის ცვლილებები დაიწყო. კათოლიკური ეკლესიები, რომელიც გარდაისახა პროტესტანტულად, ამ ეკლესიებმა შეინარჩუნა ძველი კათოლიკური იერსახე, ასე ვთქვათ, არ განადგურდა. და ეს მიზეზი, რატომაც შეინარჩუნდა კათოლიკური ეკლესიების შიდა იერსახე, იმაში მდგომარეობდა, რომ ეს ეკლესიები აგებული იყო მოქალაქეების ფულით და არა ეკლესიის ფულით. ამიტომ მის განადგურება და ცვლილებაც არ შეეძლო და დარჩა ისეთი, როგორც იყო. სენაკის რადიო. გერმანიაში ვიზიტისას აქ რომ ჩამოვედით, ჩემთვის მართლა ძალიან დიდი სასიამოვნო ამბავი იყო და აღმოჩნდა, რომ გერმანელი უცებ ქართულად დამელაპარაკა. ვინ ხართ და საერთოდ როგორ მოხდა, რომ ქართული იცით? მე მქვია დანიელ ვოლფრუმ. 47 წლის ვარ. ცხოვრობ ქალაქ შვაბახში, რაც არის ძალიან ახლოს ნიუნბერგიდან, 20 კილომეტრი დაახლოებით. და პროფესიით მე ვარ აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტიკა. მაგრამ ამჟამად ვმუშაობ ეგეთ ორგანიზაციისთვის დიაკონი ქვია. ჩვენ ვატარებთ კონსულტაციებს უფასოდ მიგრანტებისთვის, ესე იგი ლტოლვილებისთვის და ყველა მიგრანტისთვის, რომლებიც არიან გერმანიაში თუ დახმარება სჭირდებათ, ჩვენ აქ ვართ. ეს იურიდიული კონსულტაციაა თუ საერთოდ კონსულტაციაა? საერთოდ. ჩვენ იურისტები არ ვართ, მაგრამ ჩვენ ენები ვიცით. ძალიან ბევრი ადამიანი არის ალბათ თქვენი ბენეფიციარი. ჩემ ჯგუფში 9 ადამიანი და ყველას აქვს ბევრი кейსია. 100-მდე კლიენტი. და თქვენი სერვისი უფასოა, ხო? უფასოა. აფინანსებს სახელმწიფო, ან სახელმწიფო ესა ფედერაციის, ან ბავარიის სახელმწიფო. ბავარიის მიწაზე ქართველები თუ არიან? თქვენი ბენეფიციარები? ეხლა ბენეფიციარები ძალიან ცოტა. სიმართლე თუ გინდათ ოფიციალურად მყავს 2 კლიენტი საქართველოდან და ისინი არიან ახალქალაქიდან, სომხები არიან. სომხური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები. ძალიან საინტერესოა, პირველ რიგში ახდაცებას ვერ ვმალავ, რომ ქართულად ძალიან კარგად საუბრობ. როგორ დაიწყო ეს ამბავი, როგორ დაინტერესდით და როგორ ისწავლეთ ეს ენა? როგორ დაიწყო და რა თქმა უნდა, მიზეზი იყო ქალი. ყველა რევოლუციის და ყველა ინსპირაციის მიზეზი არის ქალი, ხო? მე მოვხდი ქალაქ ერლანგენში, მან დავიწყე სწავლობა აღმოსავლეთმცოდნეში და გავიცანი ერთი გოგო თამუნა. ქართველი? ქართველი, რა თქმა უნდა და იმის გარდა საქართველოს არსებობს და სადღაც აღმოსავლეთ რაიონში მდებარეობს. რო აღმოაჩინეთ და ეს შევარდნაძე. გერმანელს შევარდნაძე გეცოდინებოდათ. დიახ. მე კი არაფერი არ ვიცოდი ქვეყნაზე და ნელ-ნელა გავიცანი. ვიყავი სხვადასხვა დროს საქართველოში 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 1 წელიწადი ცხოვრობდი, ძირითადად თბილისში. თბილისში რა საქმიანობას ეწეოდით, რა საკეთებდით? პირველად ტურისტი ვიყავი. ცხოვრობდი მაგ დროს სირიაში, რომ ვისწავლო არაბული ენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის აღმოსავლეთმცოდნისთვის და ავესტუმრე ჩემ გოგოს საქართველოში თბილისში. ერთ თვე ნახევარი დარჩი
არ მითხრათ ხე ერთ ნახევარში ისწავლეთ ქართული? არა, რა თქმა უნდა, 2-3 წელი არაფერი არ მესმოდა. ცალკე ფრაზები გამარჯობა, კარგად, დავლიოთ და რაღაცები. და ნელ-ნელა ეს იყო პირველი გამოცდილება, როცა ვისწავლე ენა უბრალოდ სმენით. მე აღმოსავლეთ მცოდნეობაში ვარ ლინგვისტი, ესე იგი არაბული, სპარსული, სულ ვისწავლე გრამატიკით, წიგნიდან და ქართული პირიქით. უბრალოდ გავატარე დრო ხალხთან ერთად და ნელ-ნელა ვისწავლე. 2004 წელს მაჩუქეს კიტა ცხინკელის გრამატიკა და მე მნიშვნელოვანი წერტილი იყო. ხედავ რომ თამუნას ძალიან დიდი როლი ჰქონდა თქვენს ცხოვრებაში და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. მაინტერესებს საქართველოს რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი აქვს ახლა ამჯერად თქვენს ცხოვრებაში. მე ვარ სამი ქართველის ნათლული. ესე იგი ნათესაური კავშირები უკვე გაქვს ქართველებთან და ეს ძალიან კარგი ემოციური კავშირია ყველაფერთან ერთად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა თქვენთვის როგორც უცხოელისთვის შორიდან დანახული ჩემი პატარა ქვეყანა. შორიდან? ეგ იქნება რთული, იმიტომ რომ შორიდან მე ვეღარ ეგეთი შეხედულება აღარ მაქვს მგონი. იმიტომ რომ ცხოვრობდი და ვიცი ახლოდან ხალხი და სულ კიდევ მახსოვს ეგეთი ტიტრი წიგნის დაწერილია მე მგონი ყოფილი ესა ელჩის წიგნს ერქვა მე მგონი ერი აბათ პოპოვის გარეშე და ეს დამრჩა ნახევარში ეგ იყო 30 წლის წინ. ეს ძალიან დიდი შეფასებაა ჩვენთვის, ჩვენ არ ვფიქრობთ რომ ჩვენ ვართ ერი ავადმყოფობის გარეშე, რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ასე ვთქვათ. და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ გარკვეულწილად ვიყოთ იმაზე უკეთესები ვიდრე დღეს. ქართველებისთვის დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი უცხოელი, რომელიც თუნდაც ერთ სიტყვას ამბობს ქართულად, უკვე ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი ადამიანი არის. თუ უკავშირებთ თქვენს აწმყოს და მომავალ გეგმებს საქართველოს. როცა დავამთავრე უნივერსიტეტი, მინდოდა მუშაობა საქართველოში, მაგრამ ვერ გამოვიდა. მიმიწევს გული. სენაკის რადიო. ტრადიციებზე რას მეტყვით? რამდენად ერთნაირი და განსხვავებული არის ქართულ-გერმანული ტრადიციები? ალკოჰოლი გვიყვარს, ჭამა გვიყვარს, ხორცი, მაგრამ რაც სულ სხვადასხვა არის გრძნობა დროის. ყოველთვის როცა ჩამოვდივარ საქართველოში, პირველი 1-2 კვირა არის საოცარი. იმიტომ რომ ყველაფერი უბრალოდ ხდება. არაფერი დაგეგმა საჭირო არ არის. მაგრამ მე როგორც ევროპული რაღაცა მაგდა ყოველთვის. ფიქრობ რომ მიზეზი იმისთვის ჩემში არის, იმიტომ რომ ჩვენი ევროპელები ძალიან დაძაბულები ვართ, ადვილი არ იქნებოდა. ვისურვებდი რომ ჩვენ უფრო მჭიდრო ურთიერთობები გქონდეს, თუმცა ვფიქრობ რომ ადამიანური ურთიერთობები ყოველთვის უფრო მაღლა დგას ნებისმიერ თუნდაც პოლიტიკურ, თუნდაც სხვა ტიპის განვითარებაზე. ვფიქრობ რომ ადამიანურ ურთიერთობებს შეუძლია ძალიან ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალოს და ჩვენ შეგვიძლია ამ პატარა სამყაროში ძალიან დიდი კავშირები გქონდეს ერთმანეთთან და გვიყვარდეს ერთმანეთი ადამიანურად, ხო? Ich zitiere Hamuna. Von den äußeren Grenzen tatsächlich ein kleines Land, aber wenn man es bügeln würde mit den ganzen Bergen, wäre es riesig. Zitiere mich bitte. თამუნას ციტატას მოვიყვანო. ასე იგი, გარე საზღვრები რო გავითვალისწინოთ პატარა ქვეყანა,
მაგრამ მთლიანობაში ესე რომ გავაუთავოთ ეს ქვეყანა მთები კავკასიონი და ასე შემდეგ ძალიან დიდი ხდებოდა. ძალიან დიდი ხდებოდა. გახდებოდა. საქართველო იქნებოდა ბოლო კულტურა, რომელიც გაგებაც შემიძლია ცოტა, მაინც ცოტა. ჩემთვის იმდენად საინტერესოა, იმიტომ რომ ძალიან ჩოს არის ჩემი ტვინიდან, მაგრამ მაინც ყოველთვის მინდა რომ ვერთიფენ. ხო, და ასე მიძღვნი მე ამ ინტერვიუს თამბუნა გურჩიაც.